მისი მოგრძალებული დასაწყისის მიუხედავად, იღბალმა და მისმა მოხერხებულობამ იგი მადაგასკარის დედოფლად აქცია. თუმცა მისი მტრული პოლიტიკა და ბოროტი გეგმები ათასობით საკუთარ ხალხს სიკვდილსა და განადგურებას მოუტანდა. რანა რანავალონა მიიჩნევა, რომ დაახლოებით 1778 წელს დაიბადა მადაგასკარის კუნძულზე. მისი თავდაპირველი სახელი დაბადებისას იყო ღამოვა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 400 კილომეტრში. ფიქრობენ, რომ ის ყველაზე დიდი ალბათობით ეკუთვნოდა ყველაზე გავლენიან ეთნიკურ ჯგუფს მარიანას, რომლებიც სათავეს ინდონეზიიდან იღებდნენ. მადაგასკარი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი კუნძულია, საოცარი ლანდშაფტებით და მრავალფეროვანი მოსახლეობით. უახლესი არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადამიანები კუნძულზე ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ. ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა გაქვავებული ცხოველების ძვლები, რომლებზეც როგორც ჩანს, ჯიქის ნიშნები იყო. ეს ძვლები 10,000 წლის წინანდელია. თანამედროვე მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის ფესვებს იმ დასახლებულებზე მიიჩნევს, რომლებიც აფრიკიდან და ინდონეზიიდან ნავებით დაახლოებით 500 წელს ჩამოვიდნენ. ამ დასახლებულებმა ერთად მალაგასის ხალხის სახელით გაითქვეს სახელი. 1500 წელს პორტუგალიელი მკვლევართა ფლოტი დიოგო დიაზის კაპიტნობის ქვეშ კუნძულზე მივიდა და პირველი ევროპელები გახდნენ, რომლებმაც მადაგასკარზე ფეხი დადგეს. პორტუგალიელებმა თავდაპირველად კუნძულს წმინდა ლავრენტი დაარქვეს. მალაგას ხალხის შთამომავლად დაბადებული რანავალონა უბრალო ადამიანი იყო და არ ჰქონდა მემკვიდრეობითი უფლება არისტოკრატიულ ცხოვრებაზე. და შედეგად მას არც კითხვა შეეძლო და არც წერა, რადგან განათლება არ მიუღია. მისი ტახტზე ასვლა უბრალოდ შემთხვევით მოხდა. მისმა მამამ შეიტყო მომავალი მეფის ანდრიანან ბოინის ანდრიანან პოინიმერინას მკვლელობის ცდელობის შესახებ. ამგვარად მან გაიგო მკვლელობის შეთქმულების შესახებ და ის წარმატებით აღიკვეთა. მკვლელობა დაგეგმილი იყო მისი ბიძის მიერ, რომელიც იმ დროს ხალხის მმართველი იყო. ამ ცდელობის მიზეზი იყო ის, რომ მას სურდა თავისი შვილი გამხდარიყო ტახტის მემკვიდრე, მაგრამ გარდაცვლილი მამის სამეფო ბრძანების მიხედვით ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ მისი ძმის შვილი აღარ იქნებოდა ცოცხალი. ანდრიანან ბოინი ანდრიანან პოინიმერინა აქტიურად უჭერდა მხარს იმას, რომ დასავლელებს ხალხი განენათლებინათ და თავიანთი კულტურა გაეზიარებინათ. მაგრამ მისი ბიძა, ისევე როგორც ტრადიციული მალაგასიური მღვდლები მის კარზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მათ ყოფნას. ანდრიანან პოინი მერინამ გაიგო, როგორ გამოავლინეს მკვლელობის ცდელობები და უკიდურესად მადლიერი იყო რანავალონას მამის მიმართ მისი დაცვისთვის. მისი მადლიერების დასამტკიცებლად, როგორც კი ტახტზე ავიდა, გადაწყვიტა რანავალონა თავისი ქალიშვილად აეყვანა. ეხლა მეფეს ანდრიანან პოინი მერინას ჰყავდა ვაჟი სახელად რადამა. თითქოს შვილად აყვანა საკმარისი არ იყო, მეფემ გადაწყვიტა რანავალონა თავის ვაჟზე, ლადამაზე დაეკორწინებინა. როდესაც რადამა თავად ავიდა ტახტზე, რანავალონა მალე გახდება მისი სიყვარულისთვის მძაფრი კონკურენციის საგანი. მან მრავალი ხარჭა აიყვანა და რამდენიმე მათგანზე დაქორწინებაც ისურვა. რანავალონა იყო მისი პირველი 12-დან ცოლთაგან და ყოველი ახალი ქორწინებით მისი პირველი ცოლისადმი ვნება ნელ-ნელა ქრება და ისინი სულ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს. მათ შორის უთანხმოება იყო გადაწყვეტილებების მიღებაში, ორივე განსხვავებულ პოზიციას იკავებდა ქვეყნის მართვისა და იმაზე, ვინ უნდა დაშვებულიყო ქვეყანაში. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ რანავალონას შვილი არ ჰყავდა და რადგან რადამას შემდეგ მემკვიდრეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მას სწრაფად უნდა ემოქმედა თუ სურდა კანდიდატთა რიგში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. იმის გამო, რომ ვერ შეძლო ქმრისთვის მემკვიდრე ვაჟის გაჩენა, მისი მომავალი გაურკვეველი და არეულობის წინაშე დადგებოდა. 1828 წლის ზაფხულში, როდესაც მეფე რადამა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისტორიული ჩანაწერების მიხედვით ის ძლიერი დანჯებოდა, სავარაუდოდ სიფილისის ან ხვიძლის ციროზის გამო. და მისი სიკვდილის უფრო დრამატულ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მან საკუთარი ყელი გადაიჭრა, რათა ტკივილისგან გათავისუფლებულიყო. რადამა გარდაიცვალა თავისი ორი უახლოესი კარისკაცის გვერდით. ორივე კარისკაცი მხარს უჭერდა რაგოტობეს, როგორც მის მემკვიდრეს. რაგოტობე იყო რადამას უფროსი დის შვილი და ითვლებოდა ჭკვიანად, რადგან ის იყო პირველი მოსწავლე, რომელმაც ისწავლა ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ ანტანანარივოში დაარსებულ პირველ სკოლაში.
ორივე კარისკაცმა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოახერხა მეფის სიკვდილის შესახებ შეტყობინება, რადგან ეშინოდათ შურისძიების, თუ გამოავლენდნენ მეფის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს. მაგრამ მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერმა, სახელად ანდრეა ანდრეანმამბამ, გაიგო მეფის სიკვდილის შესახებ და სხვა გავლენიან ოფიცრებთან ერთად იმუშავა, რათა რანავალონა დაესახელებინათ რადამას მემკვიდრედ, რა გოტობეს ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ რადამა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი მმართველობა წარმატებული იყო. მან შეძლო მადაგასკარის სხვადასხვა ტომებისა და კლანების გაერთიანება ერთ სამეფოდ, კარგად გაწვრთნილი სამხედრო ძალის ორგანიზებით, რომელიც სხვა ტომების მიწებზე დაპყრობისთვის გაგზავნა. მან ასევე გახსნა ქვეყანა ქრისტიან მისიონერებისთვის, ხელოსნებისთვის და საგარეო ვაჭრობისთვის, რომლებიც უცხოური გავლენის შემოტანას ესწრაფოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქრისტიანი არ იყო, მისიონერებმა დაარწმუნეს მონობის გაუქმებაში, რაზეც საბოლოოდ დათანხმდა, მიუხედავად თავისი ყველაზე ახლო მრჩევლების პროტესტისა. რადამამ განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელებთან მჭიდრო ალიანსზე გაამახვილა. უელსელი მისიონერები კუნძულზე ლონდონის მისიონერული საზოგადოების ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ, რომლებმაც მოახერხეს მარიანას კარის დიდი ნაწილის მოქცევა ქრისტიანობაზე, სანამ დასავლურ განათლებას მისცემდნენ სკოლის ბავშვებს. რადამას მმართველობის წარმატების მიუხედავად, რომელმაც კუნძულს კეთილდღეობა მოუტანა, მისმა მემკვიდრემ ტანჯვა და განადგურება მოიტანა. გადაწყვეტილ იქნა, რომ რანავალონა მადაგასკარის შემდეგი მმართველი გახდებოდა. ძალაუფლებამ მის ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. მისი ქმარი ზოგიერთ ადამიანს ერიდებოდა, მაგრამ რანავალონა მათ ყურადღებას სიამოვნებით იღებდა და სწრაფად დაიწყო თავისი მტრებისა და ტახტის სხვა შესაძლო მემკვიდრეების განადგურება, მათ შორის იყო რაკოტუბე. როდესაც გაიგო, რომ რაკოტუბე ტახტის მთავარი მეტოქე იყო, მან მისი დედა დააპატიმრა და შიმშილით მოკლა, თავად რაკოტუბე კი მოკლა. მან ბრძანა კიდევ მეტი თავისი მტრის დახვრეტა და სცადა კუნძული და მისი მოსახლეობა გარე გავლენისგან მოწყვეტოდა. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონისტებს მეზობელი ტერიტორიები ჰქონდათ დაკავებული და მალაგას ხალხთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ რანავალონამ მათთან კავშირი სრულად გაწყვიტა. მან ბრიტანელებსა და ფრანგებს განუცხადა, რომ არ აღიარებდა ხელშეკრულებას, რომელიც მისმა ქმარმა გააფორმა. საფრანგეთსა და მადაგასკარს შორის ურთიერთობა კრიზისში შევიდა. დაპირისპირება დაიწყო რანავალონასა და საფრანგეთის მეფე შარლ მეათეს შორის და 1829 წელს მეფე შარლმა თავის ჯარებს უბრძანა კუნძულის დაპყრობა. ფრანგულმა ძალებმა შეუდიეს ქალაქებს დამატავესა და ტინტინგვის, მაგრამ მალაგას ხალხი თავის დედოფალს გვერდში დაუდგა და მამაცურად ებრძოლა ფრანგებს. ფრანგები უკან დაიხიეს და საბოლოოდ შეტევა შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მალაგას ხალხი დედოფლის გამო შეშფოთებული იყო. მათ ეროვნული სიამაყე ამოძრავებდათ. რანავალონამ მალე გააცნობიერა, რომ მას ქვეყნის მოდერნიზებისთვის ბრიტანეთთან და საფრანგეთთან სავაჭრო ურთიერთობების გახსნა სჭირდებოდა. ბრინჯისა და საქონლის ექსპორტის პოტენციალით, მან დელეგაციები პარიზსა და ლონდონში გაგზავნა ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად, მაგრამ სავაჭრო მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. მადაგასკარმა არც საფრანგეთთან და არც ბრიტანეთთან ხელშეკრულება არ გააფორმა და 1845 წელს ფრანგული და ბრიტანული ჯარები ერთობლივად შეიჭრნენ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მადაგასკარელებმა შეძლეს თავდასხმის მოგერიება. ამ მიზეზით რანავალონამ გადაწყვიტა ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო ევროპული ქვეყნების იმპორტზე და დაიწყო მთელ კუნძულზე ქარხნების გახსნა, რომლებიც შეძლებდნენ საკუთარი პროდუქციის წარმოებას. ზოგიერთ ამ ქარხანაში ერთდროულად 20,000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება შეეძლო. მადაგასკარელებმა დაიწყეს საკუთარი პროდუქციის მასშტაბური წარმოება, რაც მოიცავდა მელანს, იარაღს, საბრძოლო მასალას, რომს, ზარბაზნებს, ფაიფურს, აბრეშუმს, აგურებს და ბევრ სხვა რამეს. ევროპაზე დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ ქვეყანამ შეინარჩუნა კარგი სავაჭრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან კუნძულის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. საკუთარი პროდუქციის გამოყენებით რანავალონამ ააშენა უზარმაზარი და ლამაზი სასახლე დედაქალაქ ანტანანარივოში. მან ასევე შეადგინა კანონთა კრებული და თავის მეცნიერთა დახმარებით შექმნა პირველი ლექსიკონი მერინას ენაზე. სასახლეში ყოფნისას რანავალონა თავის მსახურებს ავალებდა, რომ ევროპელების მიერ მადაგასკარელებისთვის ნასწავლი საბნით დაებანათ იგი. ის აივანზე აბაზანაში იბანავდა, ქალაქის მოსახლეობის თვალწინ. ის სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ქუდი ეხურა, როცა ქვემოთ მდგომი მაყურებლების ყურადღებით თკბებოდა. ის სასახლეში დიდ წვეულებებსაც აწყობდა, სადაც ხელოვნებისადმი თავისი სიყვარულს აჩვენებდა და სასახლის კედლები ნაპოლეონური ნახატებით ჰქონდა მორთული. დედოფლის რეპუტაცია, როგორც დაუნდობელი მონარქისა, სწრაფად ვრცელდებოდა, ზუსტად მაშინ, როცა მან უცხო ქვეყნებთან კავშირები გაწყვიტა. მან ასევე დაგმო მათი სწავლება, განსაკუთრებით მათი რელიგიები და ვინც უარს ამბობდა ქრისტიანული რწმენის უარყოფაზე, როვას გარეთ კლდიდან აგდებდნენ.
რანავალონას სურდა, რომ კუნძულის ცხოვრებლები თავიანთ თავდაპირველ ტრადიციებსა და რწმენებს დაბრუნებოდნენ. მალაგასის ტრადიციული რელიგია ზანაბარის შემოქმედად მიიჩნევდა. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მის მმართველობამდე უკვე სხვა რწმენებს იყო მიღებული. ზოგი ქრისტიანი მაინც ართმობდა თავის რწმენას, თუნდაც სიკვდილის საფრთხის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხალხი უცხო რწმენებს იღებდა, მან მაინც თხოვა რამდენიმე მისიონერს დარჩენილიყვნენ კუნძულზე, რათა ბავშვებისთვის არარელიგიური განათლება მიეცათ. მისიონერებმა უარი თქვეს და სხვაგან წავიდნენ, რათა გაეგრძელებინათ თავიანთი რელიგიური საქმიანობა. მათი წასვლის შემდეგ კუნძულზე ქრისტიან მოსახლეობას სასტიკად დევნიდნენ და ბევრს საშინელი გზებით კლავდნენ. ის ქრისტიანებს კლდეებიდან აგდებდა, თავებს აჭრიდა მათ ნათესავთა თვალწინ, ბევრს კი წამლავდა, შიმშილით კლავდა ან აწამებდა. რანავალონა იყო პიროვნება, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ. მას ყველას ზულდა ვინც კი იცნობდა, მაგრამ ის ასევე შიშის ზარს სცემდა თავის ყველა ქვეშევრდომს. ის ისტორიაში ცნობილია როგორც რანავალონა მტარვალი ან მადაგასკარის გიჟი დედოფალი. ბრიტანულმა კვარტალურმა ჟურნალმა მას უწოდა ჩვენი დროის დიოკლეტიანე, რომის იმპერატორის მიმართებით, რომელიც ცნობილია როგორც ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მდევნელი. მისი სისასტიკე კუნძულზე ქრისტიანების მიმართ მხოლოდ დასაწყისი იყო. მან ტერორის მმართველობა დაამყარა, რაც საბოლოოდ მისი ქვეშევრდომების დაახლოებით 1/3 სიკვდილით დასრულდა. მან გადაწყვიტა გაეძევებინა ყველა უცხოელი მისიონერი, დიპლომატი და ვაჭარი, ხოლო წარუმატებელი შეჯრის მცდელობის შემდეგ მან ევროპელებს თავი მოკვეთა და შუბებზე წამოაცვა, რომლებიც შემდეგ სანაპიროებზე დაალაგეს, რათა მომავალ თავდასხმებს შეეშინებინათ. რანავალონამ გამოაცხადა: ვინც ჩემს სამეფოში კანონს დაარღვევს, სიკვდილით დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს იგი. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა მისი მმართველობა, მით უფრო პარანოიდული ხდებოდა. მას სურდა თავისი ქვეშევრდომების ერთგულება შხამის გამოყენებით გამოეცადა. ეს მეთოდი გულისხმობდა, რომ ადამიანს უნდა შეეჯამა 3 ქათმის კანი, შემდეგ კი შხამიანი ტაგნეს კაკალი ან ბირთვი. შემდეგ რანავალონა ბრალდებულს ხებინებას აიძულებდა. თუ ხებინებისას 3-ვე ქათმის კანი ამოდიოდა, ეს ადასტურებდა, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო. თუ პირიქით ხდებოდა, ადამიანი დამნაშავე იყო. მას ასევე განსაკუთრებული უნარი ჰქონდა უგულებელეყო თავისი ხალხის ტანჯვა. მას შემდეგ, რაც 1845 წელს გამოაცხადა, რომ ათასობით მისი ქვეშევრდომი უნდა დასწრებოდა დიდ ბიზონებზე ნადირობას, დაახლოებით 50,000 დედოფლის ქვეშევრდომმა მიიღო მონაწილეობა ნადირობაში, რომელიც დაახლოებით 4 თვე გაგრძელდა ისე, რომ არც ერთი ბიზონი არ მოუკლათ. გზა უნდა ეშენებინათ გზადაგსა, რათა დედოფალს კომფორტულად ემგზავრა. ეს გზა კუნძულის ყველაზე რთულ რელიეფზე გადიოდა და 10,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვია შიმშილის, მალარიისა და გადაღლილობის გამო. 1853 წელს მავრიკიისა და რეუნიონის ვაჭრებმა რანავალონას $15,000 შესთავაზეს კეთილინების ნიშნად. 1845 წლის ვაჭრობა აღდგა და გარკვეული დროის განმავლობაში ურთიერთობა კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ ფრანგები და ბრიტანელები მაინც ფიქრობდნენ, რომ მას ვერ ენდობოდნენ. დროის გასვლასთან ერთად რანავალონას ვაჟი შეეძინა, რომელსაც რაკოტო რადამა დაარქვა. როცა ის 27 წლის გახდა, მას უკვე თბილი ურთიერთობა ჰქონდა ფრანგებთან, ბრიტანელებთან და სხვა ევროპელებთან. ის ასევე დაინტერესებული იყო ქვეყნის უცხოური გავლენებისთვის. კვლავ გახსნით, მიუხედავად დედამისის ყველა მცდელობისა, მან საპირისპირო პოზიცია დაიკავა იმ გზასთან მიმართებაში, როგორც ის მართავდა სამეფოს. როდესაც მისი შვილი და მომავალი მემკვიდრე ტახტზე ეწინააღმდეგებოდა დედის მმართველობას, ფრანგულმა და ბრიტანულმა მთავრობებმა შეიმუშავეს გეგმა დედოფლის დასამხობად და მისი შვილის ახალი მეფედ დასაყენებლად. მმართველობის ხელში ჩაგდების სურვილით, რაკოტომ დათანხმდა გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ მას მართვის სურვილი ჰქონდა, გეგმა ჩაიშალა და რანავალონა ძალიან დამწუხდა შვილის ღალატის მცდელობით. მან მთელი ცხოვრება ბრძოლასა და მოწინააღმდეგეების მოკლაში გაატარა, მათ შორის საკუთარ კარზე. მაგრამ ამჯერად მისი მმართველობის დასრულება მისმა შვილმა სცადა. 1861 წლის 16 აგვისტოს რანავალონა 83 წლის ასაკში 33 წლიანი მმართველობის შემდეგ ძილში გარდაიცვალა. მისი შვილი რადამა მეორე, როგორც მას იცნობდნენ, დედის შემდეგ ტახტზე ავიდა. როგორ ხართ მეგობრებო? Forgotten Lives გესალმებათ და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მორტის მედიას, ჩემს დიდ ძმას, ამ ვიდეოს გახმოვანებისთვის, რომელიც ძალიან იმედი მაქვს, რომ თქვენ მოდუ მოგეწონათ. მაინც უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო 1 წლის ან წელიწად ნახევრის განმავლობაში არხს გამოიწერა. ჩვენ თითქმის 100,000-ზე ვართ. და როგორც ყოველთვის, თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება მომავალი ვიდეოებისთვის, გთხოვთ გამომიგზავნოთ ელფოსტა, რომელიც აღწერაში ამითითებული. ან ასევე გადადით ჩემს Forgotten Lives-ის Instagram გვერდზე, რომელიც ასევე აღწერაშია მითითებული.
დაწმუნდით რომ მოგწონთ ვიდეო, გამოიტანეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებების ზარი, რათა მიიღოთ ჩემი ყველა ვიდეო როგორც კი აიტვირთება. ასე რომ ეს იყო ყველაფერი ჩემგან, შევხვდებით შემდეგ Forgotten Lives-ში. მადლობა.